ოთარ ფარცხალაძე და ლევან ვასაძე დიდმა ბრიტანეთმა დაასანქცირა. ბრიტანეთის მთავრობის განცხადებით ყოფილ გენპროკურორსა და ვასაძეს სანქციები უკრაინაში რუსეთის ომის მხარდაჭერის გამო დაუწესდათ. ქართველი პოლიტიკოსი ლევან ვასაძე სამიზნე გახდა საკუთარი პლატფორმების გამოყენებით პრორუსული დეზინფორმაციის გავრცელებისთვის. ფარცხალაძეს კი რუსეთთან და ქართული ოცნების უმაღლეს ეშელონებთან ფართო კავშირი აქვს, წერია განცხადებაში. ბორის საკრებულოს დეპუტატი ოცნებიდან ჩვენებაში ამბობს, რომ ფალსიფიცირებული სასმელი რუსული კომპანიის დაკვეთით ჩამოასხეს. ბორის გოგიჩაიშვილის თქმით, პირველ ეტაპზე მის მიერ მოფიქრებული სახელით ნაწარმოები ვისკი რუსეთში რეგისტრირებულმა კომპანიამ შეისყიდა. თუმცა რეალიზაცია ვეღარ მოახერხა და კლიენტის მოძიება საქართველოში დაიწყო. მთელი ამ პროცესის შესახებ საქმის კურსში იყო ჩემპიონი გიორგი კანდელაკი, ამბობს ბრალდებული. ალკოჰოლისა და სიგარეტის არალეგალურად წარმოებისთვის დაკავებულ 7 პირს აღკვეთის ღონისძიების სახით დღეს პატიმრობა შეეფარდა. შტორმი აჭარაში, ბათუმის სანაპიროზე დღეს გარემოს ეროვნულმა სააგენტომ გაავრცელა განცხადება, რომ ზღვაზე 4-დან 6 ბალამდე შტორმი იყო მოსალოდნელი. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოსახლეობას ამინდის გაუარესების შესახებ აფრთხილებს. უხინალეთი დასავლეთ საქართველოში 21 სექტემბრის ჩათვლითაა მოსალოდნელი.